ეს არის ისტორია მოწმეებზე, რომლებიც თავად ანგრევენ საკუთარ სიტყვებს. ბრალდებაზე, რომელიც მტკიცებულების გარეშე დგას და სისტემაზე, რომელიც ამ ყველაფერს ატარებს და რეპუტაციას ულახავს მართლმსაჯულებას. ჩვენ გაჩვენებთ ამ საქმის სამთავარ მოწმეს და თავად ნახავთ, როგორ იქმნება ბრალდება, რომელიც ფაქტებს არ ეყრდნობა. მოწმე ნომერი 1. მიხეილ ბერძენიშვილი. სრულმოწმის 2 ჩვენება. ბერძენიშვილის მიერ გამოძიებისთვის 8 აგვისტოს მიცემული ჩვენება გახდა დავით და გიორგი მიქაძეების, გიორგი ჯოხაძის და სხვა ბრალდებული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი. პირველი, რაც თავიდანვე თვალში მოსახვედრია, ბერძენიშვილის შეცვლილი ჩვენებაა. მართალია, ოქროს მოწმე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ გამოძიება მის პირველად სწორედ 2025 წლის 8 აგვისტოს გამოკითხა. 8 აგვისტომდე საგამოძიებო უწყებას კითხვა არ გაუჩნდა, მანამდე რატომ არ გამოგკითხე? რაღაცები რომ შეიცვალა იმის მერე, დამიბარეს და გამოგცხადდი. რაღაცები რომ შეიცვალა იმის მერე, დამიბარეს და გამოგცხადდი. თუმცა ეს მტკნარი სიცრუეა, რადგან საქმეში დევს მიხეილ ბერძენიშვილის მიერ დაახლოებით 4 თვით ადრე, 15 აპრილს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. 15 აპრილს, ანუ ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან 1 თვის შემდეგ, მიხეილ ბერძენიშვილს არ ქონია ვარაუდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული მკვლელობის შეკვეთით. გამომძიებლის შეკითხვაზე, რატომ ესროლა უძილაურმა გარდაცვლილს, ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ჩემი აზრია, რომ გელა უძილაურს დაუკვეთეს ლევანის მოკვლა, ხოლო გელა არის მხოლოდ მკვლელობის აღსრულებელი. რაც შეეხება შემკვეთს, მე არ ვიცი ვინაა და რატომ შეუკვეთა მკვლელობა. ხოლო უკვე 8 აგვისტოს ბერძენიშვილი გვთავაზობს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამზადებულ ვერსიას, სადაც დასახელებული ჰყავს მონაწილე პირებიც, მათი სავარაუდო მოტივიც და დანაშაულის დაგეგმვის სრული სურათიც. ლევანის მკვლელობის შემდეგ საქართველოს ტელევიზიებშიც არაერთხელ გავიდა სიუჟეტები, სადაც სახელდებოდნენ სხვადასხვა პიროვნებები. კერძოდ ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ჯოხაძე, ძმები გიორგი და დავით მიქაძეევი. სწორედ ამ დროს აღვიდგინე, რომ წარსულში გარკვეული უთანხმოება მიქაძეებთან ჰქონდა ლევან ჯანგველაძეს, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ბიზნესთან. სწორედ ეს ჩვენება, რომელიც შემდგარია ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებებისა და მოწმის პირადი ინტერპრეტაციებისგან, სადაც ვერ ნახავთ ვერანაირ კონკრეტიკას, ვერც ერთ სახელსა და გვარს, ან სხვა ნეიტრალურ მოწმეს, რომელიც ამ გარემოებების დადასტურება შეძლებდა, პროკურატურისთვის მთავარ მტკიცებულებად იქცა და ბერძენიშვილის დაკითხვიდან ზუსტად 4 დღეში, 12 აგვისტოს, 5 პირი უმძიმესი ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში.